მშვიდობისა ყველას. მოგესალმებით ბედნიერ დღეს გისურვებთ. მე რა ბედნიერება ხალხო. გიждები სიმწვანე, სიმშვიდე, ფიჭვნარი, ნაძვნარი, რა გინდა სულადა. ჩემ ცოტა შეშუპებულ თვალებს არ მიმჩნევთ, იმიტომ რომ ეხა გავიღვიძე, გამოვედი ფეხაკნებით ოთახიდან უცებ პირი დავიბანე, ნაგავი გამოვიყოლე და წამოვედი. მე მგონი მაღაზია ჯერ არც აღიათ. რო ვიყიდო, წყალი მინდა, პური მინდა და გადავხედავ კიდე რაღაცებს, ები აქვთ. თავს ძალიან კარგად გრძნობთ, კარგად ვერტყით. იყო რაღაც ნიუანსები, რაზეც ცოტა გავბრაზდით. ისი არ დაგხვდა როგორც გვინდოდა. ეს მომდე ხარ ბომბორა. ისი არ დაგხვდა როგორც გვინდოდა, თუმცა ისეთ ადგილზე არის სახლი, ანუ ეხლა მე ჩამოვედი პარკთან. ჩვენ ვართ ფაქტიურად ტყეში. ანუ რაღაცების და გამო შეგვიძლია რაღაცებზე თვალი დახუჭოთ, მაგრამ თავიდან თითქოს ბრაზი მოგვდიოდა მე და ქეთის. თუმცა ეს ყველაფერი მოგვიგვარენ. შეძლებს დაგვარად. ხო და ბავშვებს რაც შეეხება, ანუ ეველინას არ ვიცი რატო იყო ასე გაღიზიანებული და რატო ქონდა ესეთი უკონტროლო ემოციური ფონი ყველაფერზე ტიროდა, ალბათ იმოქმედა ძალიან ამდენმა ადგილმდებარეობის ცვლილება. ჩემი აზრით. საბერძნეთთან ჩამოვედით, წყალტუბოში ვიყავით. მე აქეთ წამოვედით პლუს გზაში რო ისე დაგვემართა. ხო და ერთი დაცომონყვე. ჰეი მიბომბორებს. ხო და ვფიქრობ ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ეველინაზე, ამდენმა ადგილის ცვლილება, პლუს 200 მონატრებამ და პლუს გზაში ისე რო დაგვემართა და ყველაფერზე ტიროდა და ყველაფერზე რაღაცნაირად გაღიზიანებული იყო და ეხა ისე მიეჩვია აქ და ისე კარგად ატარებს დროს და ისე არის დამშვიდებული. დედას დამშვიდებული. მაღაზია არ არის, მე მგონი ღია. თონე საწყობი ღიად არის. ესეთი ამბები გვაქვს ოჯახში. ძალიან მომწონს ცერი, აი ძალიან. მანქანას რომ ყავდეს, იდეალური იქნებოდა. და სად არის მანქანა? ვერ მოდაწრე კომენტარებში ვერ გაიგო რა მოვიდა მანქანას. მანქანას უმტყუნა რადიატორმა. კონკრეტულად ჯერ არ ვიცით რისი პრობლემა, ნუ რადიატორი რა ვიცით. აი რასთან მიჭირს ცოტა შეგუება. არაფერი არ არის ღიად. რის ნახევარზე, 8-ზე, 9-15 წუთზე. ანუ ახლა საცხობში მოვედი და ფუნთუშებიო და მსგავს რაღაცებიო. საათ ნახევარში იქნებაო. მაღაზია 9-ზე იღებაო. აუბრუნდეს ზემოთ. ავედი ზემოთ. ნახო ჩემი. შუის პაპის დღე აქვს თქო გვებს. იმედია შეჭამენ. გია. აკე კატუნია სახლია. და მე როგორ შევძელი? შეძვედი? ხო, მე კატუნია. ოუ! ხო, ქეთი. უკანა ვარ, მე დანის ვაჭმევ. კარგია papa. მოგეწონა? აგერა ვარ, დანის ვაჭმევ. მარტო მიდიხარ? ხო, არა, ბავშვები რჩებიან, თქო მაგას გეკითხებ.
დატომედის ქერქი მაღაზიაში. რომ მოიტანოს პური და რაღაცეები. მაგრამ მაღაზია ხوارს დაკეტი. ეხლა უკვე გაიღებოდა. მე მეწავალ. წამოყვები შენ? მომეხმარები? მე მინდა ახლა ჩემში სასოსნაო. სასნაები გვაქვს? არა, კევი. აჰა. და. მიგაკეთა ეს. რა, საქანელა? კი. არ ვიცი. დაგაკეთა ეს ბაბთა. ბაფთით არა, თოკით. თოკით მიგაკეთა. არ ვიცი, არა მოაცალოდე. ვაუ, პლასტერინი. რა პლასტერინი და თოკები. არა, პლასტერინი. I showed him his shoes. Huh. She take coffee on the gas. მართლა? და კომდება დაიძინებს. აჰა. შემიძლია? ციტი ყვავილი გახდება. მოგეწონა შურის ფაფა გარგარით? მოგეწონა? ფეხები როგორ აქვს გადაწყაული? Hello. სად არის მართა და დათა? არ მოდიან. დასაკეთებენ ჯანა? მოდიან. არ მოდიან? იქ დგა. შენ სად მივიხარ? შეხედა ვიტინა. აი, რაზე იტკინა? მამა სტიკერი არ მოაქვს. ვინ? მაგრამ ამ ხოდა ევი. ეხა მე არც არა მაგდელა და რო ჩავალ ვიყიდი მე. მე მინდა სტიკერი. ხო, რო ჩავალ თქვენმოთ ვიყიდოთ. კაი, ეხა ცოტა ვაჭმა, მიდი დაჯექი იქაც საქანელას. გასწორდი. დათა. გამიხსნი. მოდი აბა თუ შევძლებ გახსნას. არა, არ გახდია. არ გახსნა, თუ შევძლებ გახსნას თორე. კაცის დავალაგები. მამა. აი რო წავალთ, დედიკო ვიყიდი, კარგი? რამდენი ციხევა საჭირო? ერთი ყიდი თუცა. ნახა. 4 ყიდი. შენც რა მაგცელი? 4 რო. მეგონი მინდა პაჩი. მაცა დავთხარი. 1 2 3 ესე ყველას ვუყიდოთ? ხო. დაიკავა ეს. ევეს. სადა გასწორ. შეგიძლია შენ თვითონ? შეხომ დაიკარი. აჰა. აუ მინდა სტიკ. ეხა არა მაქვს და საიდან მოგიტანე? მაღაზიაში უნდა წავიდე. მოდი ვინმე თამაშობ. მე ვიკარავ და მოვა. ტუნტულა. ტუნტულიკო. ტუნტულიკო. რასაკეთე დედა? ატრიალებ? მე უნდა დაჯდე? მე ტაბლეტი რო გიდევს მან? ტაბლეტს დაჯდები? მიდი აბა დაჯექი. მიდი გელოდები. გელოდები. ცქარა. უეპ
სრიალა. მასაუს მე გოგოები მოვალაგე რაღაცები. ხო და ამასობაში წვიმა დაიწყო. მივდივარ სამაღაზიაში. რომ ვიყიდო რაღაცები რაც მინდა. მერია პურ დამხდება ახლა. წვიმა არ გვინდოდა. საჭველი არა გვაქვს დღეს გასაკეთებელი. იმიტომ რომ გუშინ გავაკეთეთ. მეც გავაკეთე, ქეთიმაც გააკეთა. ხო და საჭვლისგან დღეს ვისვენებთ. წამოწევს გაჩერდება. ახალი ამბავი გვაქვს ის რომ ნარგობებო წყალტუბოშია. გუშინ ჩამოფრინდა. ხო და რო ჩავალ წყალტუბოში იქ დავხვდება. წავით ახლა მაღაზიაში. რატომ მეძახდი? იმიტომ ამამხედე. გამამხედე? რა მითხარი წეღან? არა, რისთვის მეძახდი? ძალიან რაო? ძალიან მიყვახა. სანამ არ გამოვედი? ქვემოთ. მასხარა. ვაიმე ეველინა რასაკეთებ? ვაიმე ეველინა გავგიჟდები. თალახში თამაში გიყვარს დედა? ფაქტიურად ვლოგების გადაღებას ვერ ვახერხებ. ეხლა მეტყვით რა გიშლის ხელსო. იმდენად ვართ გადართული. საჭვლის გაკეთება, ბავშვების დაბანა, მათი ჭმევა, დასვენება, ეზოში, ან ტყეში ბავშვებთან ერთად ყოფნა. ძირითადად სულ ტყეში ვართ ბავშვებთან ერთად. თან ისე წაიწყო რაღაც ცოტა არასასიამოვნოც დაიწყო ჩვენი დასვენება. იმ კუთხით რომ ადგილი არის არაჩვეულებრივი, სადაც ვართ. ფაქტიურად ტყეში ვართ. მაგრამ რაღაც ნიუანსები იყო, რაზეც დავხუჭეთ თვალი იქ წყლის პრობლემა იყო თავიდან. მოვითმინეთ ადამიანურად მივდექით ყველაფერი, მაგრამ მე ცოტა რაღაც შეეშალა ჩვენს მასპინძელს. არ მინდა დეტალებში ჩასვლა, არ მინდა დაკონკრეტება, არ მინდა უბრალოდ ერთი რაღაცის თქმა მინდა, რომ როდესაც ესე სეზონურად აქირავებ, ოთახი იქნება თუ სახლი იქნება, მით უმეტეს, როდესაც ძალიან ბევრი ოჯახი მოდის შენთან ბავშვებიანი, ცოტა რაღაცებზე თავი უნდა შეიკავო, როცა განერვიულებული ხარ, სხვაზე, სხვა დამსვენებელზე არ უნდა გადატეხო ჯოხი. და ჩვენ შემთხვევაში ესე მოხდა. რაზეც ძალიან გავბრაზდი, მსგავსად განერვიულებული, გაბრაზებული არ ყოფილვარ წლების მანძილზე, შემიძლია ვთქვა. ჩემი თავი ვეღარ ვიცანი რაღაც მომენტში იმდენად გაბრაზებული ვიყავი. გადაწყვეტილი მქონდა ბინის შეცვლა. მაგრამ კიდევ კარგი გავარკვიეთ ეს პრობლემა. გვესაუბრა. ბოდიში მოიხადა. და როცა ადამიანი ხვდება მის დანაშაულს, ეს დიდ რაღაცას ნიშნავს, ჩემი აზრით, და აქ უნარი იმისი, რომ
გადააფასოს ის მდგომარეობა და მიხვდეს, რომ მართლა შეცდომა მოუვიდა. კარგი იქნებოდა ესე არ მომხდარიყო, მაგრამ როცა ბავშვებს ეხება საქმე და ბავშვებზე ვინმე რამეს იტყვის, ესე იგი იქ უკვე ბინდი მეფარება თვალებში. ეხა ვაგრძელებთ ისევ იქ ყოფნას. დავრჩებით 19 რიცხვამდე. 19-ში უკვე ვბრუნდებით. თავიდან რაღაცნაირად დაიწყო ეს ისევ მანქანის გაფუჭებით. მერე სიტუაცია ისე არ დაგვხდა როგორც გვეგონა, თუმცა თვალი დავხუჭეთ, მერე ის რომ ესე რაღაც გაურკვევლობა მოხდა. მაგრამ კარგი ის არის, რომ დავჯექით წყნარად ვისაუბრეთ, გავარკვიეთ და ვაგრძელებთ დასვენებას. საერთოდ რო არ მომხდარიყო მსგავსი რამე, კარგი იქნებოდა, მაგრამ რაღაცეები გარდაუვალია. ხო და ხა გამოვედი ესე, ლიანდაგებზე მოვსეირნობ, ჩემები ტყეში აქვე არის ვაშლი. ეხა გამოვედით, სახლში ვაშლი დავჭერით და ტყეში არ ვიყავით შემოსულები, არიქა ვაშლი გვინდა. გოგოები კარგად ატარებენ დროს, დათასთან და მართასთან ერთად, ქეთიც ჩემი ძველი ძალიან ახლო მეგობარი დაქალია და შესაბამისად ჩვენც არაჩვეულებრივად ვატარებთ დროს. ხო და გვაქვს ესეთი ამბები. თითქოს მინდა რომ ვლოგები გადავიღო, დავდო, ავტვირთო, მაგრამ აი გეფიცებით იმდენად გადართული ვართ ამ ბავშვების ჭამას მადაბანაში, ვლოგებისთვის ვერ ვიცლი. და პლუს ამას გადართული ვარ მაქსიმალურად ბუნებით ტკბობაში. ძალიან გული მწყდება, კუკუშკა რო არ დადის. ძალიან გულდასაწყვეტი, არ ვიცოდი, არ მქონდა ინფორმაცია, რომ კუკუშკა არ დადიოდა. ხო და ხანდახან კუკუშკა რა პერიოდულად გადაადგილდება, მაგრამ მუშები დაყავსო, როგორც მითხრეს. უბრალოდ მგზავრები არ გადაყავს. ეხა სადღაც აქ არის, უნდა იყოს სტადიონი და სასტუმრო. რაღაც კარგი სასტუმროა. ხო და მაინტერესებს ერთი. როგორი სასტუმროა. ტყე ხო საოცრება. ერთადერთი გული მწყდება, რომ იმდენ ნაგავს პოულობ, იმდენ ნაგავს. აი რატო უნდა ყრიდნენ ამდენ ნაგავს და ტოვებდნენ ტყეში? ამას ვერ ხვდები გეფიცებით. ნახოთ ცოტა სიმწვანით ტკბობას რა ჯობია მითხარით, შეედრება რამე? საოცრება. ეს ყოფილა აქეთ სასტუმრო. საინტერესოა შიგნით როგორი სიტუაცია. წავედი ახლა უკან, თორე მომიკითხავენ მე. დედა. საშუალებას არ მაძლევენ რო იტყვიან. შევალ აბაზანაში დედა. შევალ იმაში საძინებელში დედა და არის ერთი ახლა. დილიდან საღამომდე მიწაში თამაშობენ. ეს არის სასტუმრო. რა ქვია არ ვიცი. გითხრათ სიმართლე. რაღაცა ჭუბობს. ბურცე ჭუბება მგონი. ხო და მე მგონი ყველა სიამოვნებს ლიანდაგებზე სიარული. მე მაგალითად პატარაობიდან მიყვარს ლიანდაგებზე სიარული. რაღაცნაირად რილაქსია ჩემთვის. ხო და წავედი ახლა გოგოებთან. მოკლედ ეგეთი ამბები გვაქვს რა. ვეცდები. აქ რა მომოჭრეს?
მგონი არის ისეთი ნაცვნარის, ფიჭვნარის სასიამოვნო. ვეცდები რომ გადავიღო ვლოგები შეძლებს დაგვარად. თან პლუს ამას ინტერნეტი არ გვეწყობს ხელს. ხა, სამწუხაროდ. და ძალიან დიდი ხანი მჭირდება რომ აიტვირთოს ვლოგი. არის ესეთი ნიუანსები გაუთვალისწინებელი. დამცხა მასობაში. გუშინ საკმაოდ ციოდა ღამე. და წავედი ახლა. გემშვიდობებით აქედან. რაღაცა დაფრინავს. და ვეცდები ხშირად გადავიღო ვლოგები და ხშირად გამოვჩნდეთ. ინტერნეტიც როგორ შემიწყობს ხელს რომ ვლოგი ავტვირთო. ესე რომ დროებით. მადლობა რომ გვიყურებთ. მადლობა რომ კიდევ ჩვენთან ერთად ახართ. და ვეცდები რომ ვიყო აქტიური.